ეს ჩემი გუნდია. ხოლო ეს კი ესეც ჩემი გუნდია. ოღონდ დასაწყისში. ხოლო ჩემი დღევანდელი მისია იქნება ის, რომ აი ეს გუნდი ვაქციო ამ გუნდად. ვიდეოს არცი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენ გოლსაც გავიტან, იმდენი ფეხბურთელი უნდა შემოვიყვანო ჩემი გუნდიდან. მოდი უფრო ზუსტად და მარტივად რომ აგიხსნათ, როდესაც გავიტან 1 გოლს, შემომყავს 1 ფეხბურთელი, როდესაც გავიტან 2-ს 2, როდესაც 3-ს 3 და ასე შემდგომ. სანამ ეს ვიდეო გაგრძელდება, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ 500 გამომწერისთვის, ჯიგრები ხართ ყველანი. და შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარზღილაკი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და დავიწყოთ პირველი მატჩი ლეგენდაზე. ნახოთ რომელი გუნდი შემხვდა. აი ეს გუნდი შემხვდა. არ ვიცი ამის სახელი. მოდი პირდაპირ გეტყვით, არ დაგიმალავთ. და ჩემი მთავარი მისია ასევე ისიც არის, რომ უბრალოდ გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და იმას არ აქვს მნიშვნელობა ამ მატჩს წავაგებ თუ მოვიგებ, ან თუნდაც ფრეს ვითამაშებ. დავიწყეთ. ძალიან ბევრი ისეთი უშედეგო და არაფრის მომცემი შეტევის შემდგომ, როგორც იქნა ჩემი პირველი გოლიც გავიტანე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ თამაშმა მაინც თავისი იქნა, სუსტმა გუნდმაც თავისი ვექნა და გავიდა საერთოდ აი უაზრო გოლი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც იცით, მე უნდა გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი. იქიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი შემოვიყვანო ჩემი ძლიერი გუნდიდან. არ აქვს მნიშვნელობა იმას, წავაგებ, მოვიგებ თუ ფრეს ვითამაშებ. პირველი მატჩი დასრულდა ფრე 1-1 და ახლა უკვე იმის დროა, რომ შემოვიყვანო ჩემს თიმში ერთი ფეხბურთელი. და რა თქმა უნდა, ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მე თიმში შემოვიყვან, იქნება პელე. ამის შემდეგ მატჩში უკვე გუნდს აშკარად დაეტყო, რომ ერთი ძლიერი ფეხბურთელი მაინც ყავდა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სასწაული შედეგი დავდეთ, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს აშკარად დაეტყო პელეს დამატება. რა თქმა უნდა, მათაც არ გაჭირვებიათ მარტივად გოლის გატანა, რადგან ჩემი მეკარის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, არ გაუჭირდებოდათ, მით უმეტეს ლეგენდაზე და ვიფიქრე, რომ ყველა ვარიანტში დამჭირდებოდა მეკარე, რომელიც დამეხმარებოდა. საბოლოოდ კი, როდესაც უკვე გავიფიქრე, რომ მოგებული მქონდა აშკარად თამაში, ბოლო წუთზე გამიტანეს გოლი და მატჩი კი დასრულდა ფრედ 2-2. და საბოლოოდ გამოვიყვანე ის 2 ფეხბურთელი, რომელიც მე ყველაზე მეტად დამეხმარებოდა, პელეს მერე რა თქმა უნდა, და უნდა ვაღიარო, რომ ამ დამატების შემდგომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მატჩი ჩვენი გამარჯვებით მინიმალური ანგარიშით, პელეს გოლით 1-0 დასრულდა და ახლა კი დადგა იმის დრო, რომ გუნდში დავამატო ისეთი ფეხბურთელი, რომლითაც მე შეტევა ძალიან გამიმარტივდება, ვიდრე აქამდე და ეს ფეხბურთელი არის სწორედ რომ პაუელ ნედვედი. შემდეგი გუნდი, რომელიც ამომივიდა, მეგონა რომ ძალიან საინტერესო თამაში გამოდგებოდა ვალენსიას წინააღმდეგ. თუმცა ჩემი მოლოდინები, რა თქმა უნდა, არ გამართლდა და ეს ასე არ მოხდა. პაუელ ნედვედის მიერ იდეალურად შესრულებული სკილი და შორიდან გასროლილი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომეგო ეს თამაში. ვალენსიამ მაინც მოახერხა ჩემთვის გოლის გატანა და ეს თამაში დასრულდა ფრე 1-1. ამის შემდგომ უკვე დადგა ერთი ფეხბურთელის შემოყვანის ჯერიც და რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელი იქნებოდა ვინ თუ არა, ჩემი დისტროიერი რაიკარდი. ამის შემდეგი მატჩი ტრადიციულად როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ლეგენდაზე, ჟირონას წინააღმდეგ და როგორც მოველოდი, რაიკარდმა უბრალოდ არც კი გაუშვა და არც კი მიუშვა ფეხბურთელები, დაცვამდეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთადერთი მცველი არ იყო ფორმაში. თუმცა, ერთზე მეტი გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხე და ეს მატჩიც მინიმალური ანგარიშით მოვიგე. ამის შემდეგ კი გუნდში დავიმატე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც
არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ყველა დროის GOAT-ი და საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ლიონელ მესი. ნელ-ნელა ხვდებოდი, რომ მატჩებიც მიმარტივდებოდა, როგორც მე, ასევე ფეხბურთელებსაც, რადგან ერთ გატანილ გოლს მოყვა მეორეს მესამე, ხოლო მესამეს კი მეოთხე გოლი. საბოლოო ჯამში კი ეს მატჩი მოვიგე 4-0. დავამატე თიმში ის 4-ვე ფეხბურთელი, რომელიც მჭირდებოდა და დამრჩა მხოლოდ ერთადერთი ადგილი ერთადერთი ფეხბურთელისთვის. იმისათვის, რომ შევკრა საბოლოოდ სრული გუნდი. ამისათვის კი დამჭირდა მხოლოდ ერთი გოლის გატანა და რა თქმა უნდა, ეს გოლიც გავიტანე. ამ კადრებით თავს ზედმეტად არ შეგაწყენთ, გაჩვენებთ ანგარიშს და შემდგომ უკვე დავამატებ left winger-ზე, რა თქმა უნდა, ფრენკ რიბერის. საბოლოოდ თლიანი გუნდი შეკრულია. ახლა კი ვითამაშებ ერთ მატჩს ჩემი სრული გუნდით და ამის შემდგომ უკვე დაგემშვიდობებით. ფრენკ რიბერი წამოვიდა, აქ თითქოს დაკარგა ბურთი, კრუიფი ისევ გაყოლება ფრენკ რიბერის მიმართულებით, რა კარგია რიბერი აქ ჩახვევა 1-0, გაიხსნა მე-17 წუთზე ანგარიში. ფრენკ რიბერი გატანილი გოლის ავტორი და აქ 79 წუთი, კრუიფი რა კარგი პასი რიბერის მიმართულებით, აბა ისევ რიბერი რა გოლი ბიჭო, ხო არ გატაობ როგორ ჩააჭედა. ფრენკ რიბერის დუბლი ამ გუნდის წინააღმდეგ 71 წუთზე დუბლი გაიფორმა ფრენკ რიბერიმ. მოდი განმეორებით აუცილებლად ნახოთ ეს მომენტი, აი აქ რა კარგი პასი კრუიფის და რიბერის მიმართულებით, კრუიფისგან და რიბერი მინა ჩააჭედა. 2-0 ძმაო, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. აბა რა ბიჭო, აი ძალიან მაგარია, აი მართლა ძალიან მომეწონა ეს ჩელენჯი, აუცილებლად ვისაც მოგეწონათ, დალაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. დასრულდება მალე შეხვედრა, კი ბატონო, დასრულდა კიდევაც და 2-0 მალაგას წინააღმდეგ. მოკლედ ძმებო, არ ვიცი აი ამ ჩელენჯზე იმდენი ვიწვალე და იმდენი ვიშრომე, რომ და იმდენი მატჩი ვითამაშე, რომ აი აღარ შემიძლია გადავიწვი უკვე და დალაიქეთ, ძალიან ბევრი ლაიქები ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მე კიდე ის დღე დამჩენია, რომ დაგემშვიდობოთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.